გამარჯობა მეგობრებო, მე სკაუტი ვარ და მე გასტრიტი მაქვს, მაგრამ მოდი ახლა საინტერესოდან და აღმაფრთოვანებელიდან გადავიდეთ საჭიროზე. დარწმუნებული ვარ, რომ თითქმის ყველა თქვენგანს დედრ ორგანიზმთან აქვს დიდი პრობლემები, რადგან თქვენ ხომ ჩემს უყურებთ. ჩემთან ხშირად დადიან ცნობილი პლეიერები, რათა მოკლედ ეს საკითხი გაიაროთ, როგორ უნდა გაიცნონ გოგო და როგორ მოეწონოს უნდა გოგოს მას და ანუ მე ცნობილი ბაბნიკი ვარ, კაროჩე რა, ერთი სიტყვით. ახლა გაჩვენებ ისეთ ადულ ხალხს, რომლის გამოც არც კუნთების დაყენება და არც ლაპარაკის სწავლა დიდად არ დაგჭირდება. მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული იქნება შენ სკილზე. თუ ორივე ხელი მარცხენა გაქვს, სამწუხაროდ შეიძლება არც არაფერი არ გამოგივიდეს, მაგრამ მაინც ცოდე. გამეორება ცოდნის დედაო, ხომ გაიგონია? მოკლედ, როგორც მივხვდი, ყველაფერი ამისკენ მოდიოდა, აი ამ დიახ, ამ ჩვენ საყვარელი მაგიდისკენ. მოკლედ ჩვენი მიზნის შესასრულებლად დაგჭირდება კადონი, გაჩნია რაც უფრო დიდია კადონი, მით რომეტი შანსი გექნება ყველაფრის გაკეთების. ორი თალის შპილკა, ენჩანტინგის სათვალე, გულის ფორმის კარტოფილი, მაგრადელი, ფლომასტერი და რა თქმა უნდა ორი ნიჟარაც. ახლა კი მოდი რა უნდა ვქნათ ამ ყველაფერს გაგაგებინებ. მოკლედ ვიღებთ კარტონს და ფლომასტერს. ფლომასტერს ხსნით და ვიწყეთ სხეულის და ხატვას. მოკლედ ასეთი რაღაც გამოგვივიდა, ეს გავაკეთოთ მოდი რამე ან ჯაჭვით, ჯაჭვში, ანუ ასე. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამით არ გავჩერდეთ, მოდი რა თქმა უნდა გავუკეთოთ თვალები. რა თქმა უნდა, მოდი ცხვირი და თმებიც გავუკეთოთ. მოკლედ ასეთი ლამაზი გოგონა გამოვიდა. ახლა კი ჩვენ შემდეგი მიზანია გამოვჭრათ იგი. აი ასეთი პრინცესა გამოვიდა. როგორ ხარ ჩემო პრინცესა? და მოდი ასე ორი დესნუ დავტოვებთ. ეს ორი რაკუშკა, აი ასე, რომელიც შეყვარებული გინახავს სათვალის გარეშე. და ყველაფრის შემდეგ წებების და პრინცესა აი ასე გამოდის. ახლა გონთ ის არ მითხრა ამ ულამაზეს არსებას და რა უნდა გავაკეთო? რა უნიჭო ხარ? ყველაფერი მაინც და მაინც მე უნდა გასწავლო, ხო? ახლა გასწავლე თუ რითი შეიძლება მასთან ერთად დაკავდე. პირველ რიგში შეგიძლიათ ლოგინში გაერთოთ. თუ კარგი ურთიერთობა გექნებათ, შეიძლება მან გადაგარჩინოთ კიდევაც. რა კარგი ამინდია. მართალი ხარ საყვარელო. ფული მომეც ჩემი კაი, თორე ახლა შენს დაგდე იმასაც დავიტყვი. რაიო? მე აქ ვარ. დაცვითი რეჟიმის აქტივირება. არა, მაბადი ქვიანია. კარგ ურთიერთობას თუ აწყობთ, გულსაც ხშირად გაგითხოვთ ხოლმე. რასაკეთებ? ვაიმე, შენ მე გული გამითბე. მოდი აქ. ძალიან გთხოვ მაპატიე უცხოპლანეტლები მეწვნენ და უნდა დავხვდე. როცა შენ ერთად ვარ, მართლა არ ვიცი რა გითხრა, ბებიო. შენ ხარ ისე ჩემს თავში, როცა ვარ მე ჩემს თავთან, ვფიქრობ რა მინდა გითხრა, ბებიო, იო. ყველაფერი რასაც შვები, ვაკეთებ მხოლოდ შენთვის, ყველაფერს და თან ყოველთვის.